სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. მას შემდეგ, რაც სამყაროში წინა ისტორიულ პერიოდში გაისმა წინა ისტორიული გველის სისინი მიმართული პირველი ადამიანებისადმი, რომ თქვენ ღმერთნი ხართო და აი ამაში ერთგვარად სიმართლეში, იმიტომ რომ ახლაც ადამიანი ღმერთობისთვის არის შექმნილი, ცინიზმით იყო შეშვებული შხამი, რომელიც ადამიანმა დაიჯერა და იმის მაგივრად, რომ მუდამ მადლიერი ყოფილიყო არსებობით, ყოფიერებით, სიცოცხლით, მუდამ განცვიფრებული ყოფილიყო, რომ ეს ყველაფერი არის, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ ვართ, რომ ჩვენ გვიყვარს, რომ ჩვენ ვცოცხლობთ, რომ ჩვენ ვარსებობთ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ბედნიერებისა, სიხარულისა, მხიარულებისა. აი ეს ყველაფერი წაერთვა ადამიანს სწორედ იმის გამო, რომ მან დაუჯერა იმ გველის სისინს, რომ თავად არის ყველაფერი. რომ მას ღმერთი არ ჭირდება. არ ჭირდებიდან, იმ მდგომარეობიდან, რომ ღმერთი არ ჭირდება თავისი ღმერთობისათვის. იმ მდგომარეობამდე, რომ ღმერთი მოკვდა, როგორც ნიჩემ თქვა, ბევრი არც აღარაფერი აღარაა დარჩენილი. და ჩვენ ვხედავთ დღეს კაცობრიობას, რომლისათვისაც ღმერთი მკვდარია, რომლისათვისაც, რაც განახორციელეს კიდევაც თავიანთი აი ეს შინაგანი მდგომარეობა, რომელიც კაცობრიობას აქვს, რომ ღმერთი მკვდარია ჩვენთვის, რომელსაც შეიძლება ყოველთვის არ აღიარებდნენ, ეს შინაგანი მდგომარეობა განახორციელეს საქმეში, როცა საქმე საქმეზე მიდგა. და ამ მდგომარეობას ჩვენ განვახორციელებთ ყოველთვის ჩვენს გულში. როდესაც უარს ვამბობთ ქრისტიანობაზე ჩვენი შინაგანი მდგომარეობით და კვლავ ძველ ადამიანს უბრუნდებით. და ძველი ადამიანობაში ყოფობის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ უმადურობა იმისა, რომ ჯერ ერთი ყოფიერება საერთოდ რომ არსებობს და შეიძლება უბრალოდ არ ყოფილიყო არაფერი. და მერე რომ არსებობს, მის პირველ წყაროს ვჭრეთ და ვხედავთ, რომ ამის პირველი წყარო ყოფიერებისა ცოცხალი ღმერთია. დღეს სახარებაში ამოვიკითხეთ ადგილი, სადაც ძალიან კარგად ჩანს, რომ უმადურობა გაცილებით უფრო მეტად არის გავრცელებული სამყაროში, ვიდრე შეიძლება ჩვენ ეს ერთი შეხედვით გვეგონოს. გახსოვთ უფლის სიტყვები, დღესაც აღმოვიკითხეთ ლუკას სახარებიდან, მე-17 თავიდან, ტკივილნარევი სიტყვები ადამიანად მოსული ღმერთისა, მიუგო იესო და რქვა მას, განკურნებულს ერთ-ერთს. არაათნივე განიკურნესა და 9 იგი სადა არიან. ამ სიტყვებში მე არ ვიცი თქვენ როგორ გძნობთ, მაგრამ მე ვგზნობ ტკივილს. როცა ტკივილს ქრისტესი, როგორ ტკივა მას, რომ ის 9 სად არის. ერთი გასაგებია მის წინ დგას, მაგრამ მას ის 9 ედარდება. 9 სადა არის. და მე ესე მგონია, რომ უფალს ყოველთვის ტკივა, როდესაც ჩვენ შეხედავს ამ უმადურობას და სამწუხაროდ უდიდესი უმრავლესობა ჩვენ შორის იმ 9 კეთროვანის მსგავსად უმადურობას ვიჩენთ. შემთხვევითი არ არის ეს იგავური სახე არ არის, რეალურად მოხდა, რომ 10-დან 1 იყო მადლიერი და ეს არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ შემთხვევით არაფერია წმინდა წერილში. და ამით უფალმა გვაჩვენა, რომ ყოველი 10 კაციდან 9 უმადური შეიძლება იყოს და თუ ეს ესეა ზოგადად
ესეა ჩვენს სამრევლოშიც, სამღვდელო დასშიც, ქრისტიანებს გულისხმობ. და აქ ესეც ჩანს, რომ ეს 10 ადამიანი 9 ყოველ შემთხვევაში, ამ 10-დან რომელიც უმადურნი აღმოჩნდა, არ იყვნენ ათეისტები, არ იყვნენ ურწმუნონი, ისინი სწორედ მორწმუნენი იყვნენ, სწორედ ეს ერთი იყო საეჭვოდ მორწმუნე თითქოს და ეს სამარიტელი იყო ხაზგასმული. და როდესაც ჩვენ კაცობრიობის ამგვარ სახეს ვხედავთ, მერე გვახსენდება წმინდა მამათა მდგომარეობა, თუ როგორ გლოვობდნენ და ტიროდნენ მთელი სამყაროსათვის. მათ ნამდვილი სიყვარული ჰქონდათ ადამიანის. და ეს ნამდვილი სიყვარული, როცა მოვა ადამიანში, მაშინ ადამიანში გულის ტკივილი, მწუხარება, გლოვა, ცრემლი დაისადგურებს სხვა ადამიანების ტანჯვის გამო. და რომელი ტანჯვის გამო? არა ის, რომ ადამიანი ავათარი, ან არა ის, რომ ადამიანი უბრალოდ მოკვდება, არა. ეს დაცემული ბუნებრივი მდგომარეობა, ჩვენ ავათაც ხვდებით, ვერდებით, კვდებით, ეს არ არის უბედურება, თუმცა ესეც ცუდია და ესეც ტკივილის შემცველია, მაგრამ ეს დროებითია. ადამიანების ტანჯვის მიზეზი, რომელიც წმინდანებს გლოვარებაში ამყოფებს, მწუხარებაში და მათ თვალებზე ცრემლს არ აშრობს, ეს არის უღმერთობა და ცოდვილობა ადამიანების. ჩვენ არ უფიქრდებით ხოლმე თუ რა საშინელებაა უღმერთობა. აი, წარმოიდგინეთ ახალშობილი ბავშვი. რა საოცრებაა ახალშობილი. ხო? რა ბედნიერებაა მისი ყურება და რამხელა სიხარულის მომნიჭებელია. როცა ოჯახში არის ესეთი ბავშვი, როცა გვინახავს, როცა ბედნიერობთ მისით. მაგრამ ერთი წამით დავფიქრდეთ, რა საწყალი და საბრალოა ეს ახალშობილი საოცარი ბავშვი, თუ იგი თავის განვითარებაში და თავის პირად ცხოვრებაში ღმერთს ვერ შეიცნობს. წარმოგიდგენიათ, რა საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მთელი ეს მშვენიერება, მთელი ეს სიდიადე, რომელსაც ეს პატარა არსება იტევს, წარმოგიდგენიათ, რომ ისე დაასრულდეს მისი ამ ქვეყნიური არსებობა, რომ მან ღმერთი ვერ დაინახოს და იყოს უმადური იმ 9 კეთროვანივით და კაცობრიობის ის უდიდესი ნაწილივით, რომელსაც ღმერთი არ სურს. ადამიანი, რომელიც არ არის განცვიფრებული სიცოცხლით, ადამიანი, რომელიც აი ყოველ გაიღვიძებს და აი ამ საოცრებას, რაც გარშემოა და მაგრამ უმთავრეს საოცრებას, რაც თვითონ არის და რაც ადამიანია, ამით გაოცებული და განცვიფრებული რომ არ არის, ესეთი ადამიანი სიცოცხლეს არაფასებს. ამიტომ არის ადამიანი მუდამ ისწრაფებს სიცოცხლეს. მეკითხებიან, თვითკვლელს ეკლესია წესს უგებს თუ არ უგებს? ბევრები არ უგებს. მაგრამ მე განვავრცობ. რა არის თვითკვლელი? ვინ არის თვითკვლელი? არა მარტო ის, ვინც საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს, აი ესე და მოიკლავს. არამედ ყოველი ადამიანი, რომელიც არაფასებს სიცოცხლეს, რომელიც ღმერთმა მის არასებობს, არაფასებს საკუთარ არსებობას, არაფასებს ყოფიერებას, რომელიც მის გარშემოა. აღარ ლაპარაკობ იმას, რომ აღარ აფასებს თავის წმენას, ქრისტიანობას და ასე შემდეგ და ღვთისხატობას. ამას არაფასებს. შემთხვევით კი არ არის დღეს ეს ჩვენ გვაქვს ეს პრეტენზია კაცობრიობას თანამედროვეს, რომ ჩვენ როგორც ჰუმანური საზოგადოება ვართ და ჩვენ თავისუფლება და უფლებები და ლიბერალიზმი და ისე ხოცავენ პატარა ბავშვებს დედის წიაღში, პატარებს, აიმხელებს. საშინლად ხოცავენ. აი რომ ნახოთ ის კადრების, რომელიც დაფიქსირებულია აბორტის დროს, იმ წამს მივხვდებით, რომ ეს არსებები, მე ადამიანასაც ვერ უწოდებ იმათ, ვინც ასე ბავშვებს მუდამ ასე ხოცავს და ხოცავს და ხოცავს, მე ექიმებად რო იწოდებიან და მე ადამიანსაც ვერ უწოდებ. და არ ვიცი როგორ ხდება ეს, რომ იღებენ ამ სურათებს ეთყობა პერიოდულად, იმიტომ რომ ადამიანის მანიაკალობა, იქამდეც მიდის, რომ რაღაც საშინელება ჩადის და თან იღებს. გვახსოვს უახლოეს წარსული იგივე ციხის კადრები. აი მანიაკალურ რაღაცებს ჩადიოდნენ, თან იღებდნენ. ეს ფაშისტურ გერმანიაში იყო, რაღაც საშინელებებს აკეთებენ, თან იღებენ. მე ვაწამებ ადამიანს, თან ვიღებ. ნუ ეს ადამიანის დაცემულობის კიდევ ერთი ნიშანია და ესე იგი ეს ბავშვები, ზოგი ამხელა, ზოგი ამხელა, ზოგი ამხელა.
და დაჯიჯგნილი, ხო იცით როგორ ჯიჯგნიან და უკაცრავად ამ ნატურალური საუბრისათვის, მაგრამ ესეა და მე ხან ფეხებს დაილაგებენ, ხან თავს დაილაგებენ, ხან ფეხებს ჩამოიკიდებენ, ხან ნუ კოშმარი, ეს სურათები ნახეთ, შედით. ყველას მოგიწოდებთ. შედით და მოძებნეთ, ყველაფერია ინტერნეტში. ეს ამაზრზენი კადრები. კარგი, იქ 70 წლიან პერიოდში ჩვენი მანდილოსნები, კეთილშობილი მანდილოსნები თავს იმშვიდებდნენ. ჩვენ ეს არ ვიცოდით რა იყო. კი ბატონო. აი ამ კეთილშობილი მანდილოსნების კეთილშობილი ზნეობრივი კი ბატონო. მაგრამ მათმა გაზრდილმა შვილებმა დაამხეს დღევანდელი ქვეყანა. ხედავთ რა დღეშია ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება. დღეს ქართველი კაცი დედას რო იგინება, ეს საოცარი აბსურდი. ერთ-ერთი მიზეზი ეგ არის. ქვეცნობიერი ამბოხი აქვს. იმიტომ რომ მათმა დედებმა, მათმა ბებიებმა ხოცეს და ხოცეს შვილები. და იმ არსებებმა, რომლებმაც ადამიანსაც ვერ უწოდებდა, ექიმებად იწოდებიან, ხო გამოაგდა, ხო უჭირავთ ხელში და ხო ხედავენ პატარა ადამიანებს როგორ ხოცავენ. და რატო ხდება ეს? და კანონმდებლობით დაკანონებული რომ არის ყველგან თითქმის. თითოეულა ქვეყნის გარდა. და მიზეზი რა არის ამისი? ერთ-ერთი მიზეზი ეს არის, ადამიანი არ აფასებს სიცოცხლეს. არც საკუთარი თავის სიცოცხლეს არ აფასებს. იმიტომ რომ ნარკომანობს, მემთვრალეობს, ადამიანი ცხოველად, ყველაფერს თავი დავაწყო, ცხოველად იქცევა და სიამოვნებს. და თუ ადამიანი საკუთარ თავს არ აფასებს, უბრალოდ საკუთარ სიცოცხლეს და საკუთარ ადამიანობას თუ არ აფასებს, სხვისას როგორ დააფასებს? უფალმა შემთხვევით ხო არ თქვა, რომ მოყვასი გიყვარდეს როგორც საკუთარი თავია. საკუთარი თავის სიყვარული არის ნიშანი იმისა. გიყვარს თუ არა მოყვას, საკუთარი თავი თუ არ გიყვარს, მოყვას ვერ შეიყვარებ. და თუ ცხოველი ცხოვრობ, ანუ სიამეთ მოყვარეობით, რომელიც ერთ-ერთი ვნება, რომელიც დაბადებიდან მოგვდევს, თუ იმით ცხოვრობ, მოყვას როგორ შეიყვარებ. იმიტომ რომ იმასაც ცხოველად აღიქვა. მერე გააფორმა კაცობრიობამ ეს, რომ ადამიანი იგივე ცხოველია და ასე შემდეგ. ამიტომ აი ეს ერთ-ერთი მოვლენა, რაც მე ვთქვი იგივე აბორტთან დაკავშირებით, ეს თამდევია იმისა, რომ ადამიანი არ ბედნიერობს სიცოცხლე და არ უხარია და უმადური და ეს ტრაგედია და სწორედ აი რო კითხულობთ კიდევ ერთხელ თქვენ წაგიკითხავთ ალბათ ან წაიკითხავთ დიდი მამების დიდი ბერების ცხოვრებაში მთელი კაცობრიობისათვის როგორ ტიროდნენ და მე აღარ გაგიკვირდება, იმიტომ რომ ისინი ხედავდნენ, ისინი გძნობდნენ, ისინი განიცდიდნენ იმ უბედურებას, რომ მთელი სამყარო 9 კეთროვნად გადაიქცა. და აი შესაბრალისი ამეთქი ადამიანი, რომელიც ღმერთს ვერ შეიცნობს, როგორც დღეს კოლასელთა მიმართ ეპისტოლედან აღმოგიკითხეს პირველი თავიდან, ღმერთს, რომლისაგანაც მაქუს ჩვენ გამოხსნაი, მოტევება იცოდვათა ჩვენთაი. მაგრამ ვაი რომ დღეს ადამიანმა არც გამოხსნა იცის რა არის, არც ცოდვები იცის რა არის, რომ მე იქიდან მოტევებაზე იფიქროს, იმიტომ რომ ადამიანმა თუ არ იცის სიდიადე ყოფიერებისა, საიდან მიხვდება რა არის გამოხსნა და საიდან მიხვდება რა არის ცოდვა და მე ამის მიტევება. და მისგან ანუ ღვთისგან დაებადა ყოველი ცათაშინა და ქვეყანასა ზედა ხილულნი და არა ხილულნი. პავლე მოციქული აგძელებს და გვეუბნება ამას იმიტომ რომ ნუ იტყვი რომ ურწმუნო ხარ, იმიტომ რომ აიხედე და გაიხედე და გამოიხედე. ამ ყოფიერებას საწყისი აქვს, ცოცხალი არსება. დიახ, ჩვენ თუ სწორედ ვიფიქრებთ, ძალიან კარგად მივხვდებით რა არის ცხოვრების არსი და მიზანი ჩვენი, ეს არის ყოფიერება, სიცოცხლე, მისი დასაბამი, მისი დასაწყისი, ანუ ღმერთი და ჩვენ მასთან ერთად. ღმერთი და ჩვენ მასთან ერთად. და მით უმეტეს მოვიდა ღმერთი ჩვენთან. ჩვენ კი არ მივედით, თვითონ მოვიდა. თვითონ მოვიდა, აი როგორც აღმოსავლური ეკლესიის, მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრები რო არის, აი მიწაზე დრო დგას მყარად და ელოდება. და თქვა დასავლეთში უფრო ესეთი ლამაზი არქიტექტურულად, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ცაში ატყორცნილი რაკეტებივით თითქოს ჩვენ მივდივართ. დიახაც, ესეც ამაშიც განაცუდი რამეა, დიახაც ჩვენ მივდივართ ვისწრაფით, მაგრამ მართლმადიდებელი ტაძრის არქიტექტურა უფრო სიმდაბლით არის გამოძერწილი. კი, მივდივარ, რა თქმა უნდა, მაგრამ
მაგრამ საწყისი მაინც თითქოს ეს არის, თავდადრეკილი ვდგავარ. იმიტომ რომ უფალი მოვიდა. თვითონ მოვიდა ჩვენთან. და მოვიდა დამენახა და ჩემი ცხოვრების საზრისი გახდა. ცხოვრების საზრისი, ხშირად გეუბნებით, ცხოვრების არსი ქრისტე. ჩვენ მრავალი საქმე გვაქვს, საქმეები. მაგრამ ეს არაფერია. არაფერია. ეს არის ის კვილის ჯაგრისი და რაღაც, ფეხსაცმელი და რაღაც. არაფერია ეს. მანქანის საბურავი. არაფერია ეს. თავარი არის ღმერთი, რომელიც ჩვენთან მოვიდა, ჩვენთვის თავარი არის იესო ქრისტე. ურწმუნო ადამიანებს ესე შევიათ ხოლმე, როცა ეტყვი, ხო, მაგრამ ამ ცხოვრებაში ხო გინდა რაღაცა იტყვიან ადამიანები. გეგონება ამ ცხოვრებაში სულ შენით არსებობ, სულ შენით ცემს გული და თუ სულ შენით დადის იმ უწროლეს კაპილარებში სიზარღები, რომ საკმარისი ერთი პატარა გაწყდეს და დამთავრებული ხარ. ხო, მაგრამ რატო ღმერთის ვაქაც ხო გჭირდება ჩვენ და დამთავრდა. რაც შეეხება თვითონ ყოფიერებას, ეხლა ვისაც მეტნაკლებად ცოტათი მაინც ფიზიკოსობა არ არის საჭირო. დღესაც ცოტათი მაინც თუ იცის თანამედროვე ფიზიკა, თანამედროვე მიღწევები. აი ეს რკინა, რომელიც ჩემ წინ დგას, მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ აქ ენერგიაა ესეთი. და ეს ენერგია, ათესტები ამბობენ, ეს ენერგია თავისთავად არსებობს, მაგრამ რატო არსებობს ვერ ხსნიან, აფეთქდაო რაღაც, არაფერი აფეთქდა და არაფერმა მოგცა ეს. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ენერგია ღმერთის ნებით არსებობს. იქ ისე ვერ ხსნიან საწყისი რა არის და ჩვენ ვეუბნებით საწყისი ნებაა, იმიტომ რომ საწყისი რო სხვა არსი ყოფილიყო სხვა მატერია, ესე იგი გამოდის რომ არაფრისგან არაფეთქებულა, რაღაცისგან შეიქმნა. არა, თვითონ ვამბობენ რომ არაფერი არ არის და უცებ რაღაც არც სივრცე, არც დრო, არც მასა უცებ აფეთქდა. ხო და ჩვენ ვეუბნებით აფეთქდა, იმიტომ რომ ნება იყო ესეთი და ანუ ნებით არსებობს ეს რკინა. ესე იგი ჩემში მატერიაც კი არა თუ გული როცემს და ის კაპილარები რომ არ არამედ მატერიაც კი აი ნივთიერებაც ატომები, ელექტრონები, უამრავი ელემენტარული ნაწილაკები რომ არსებობს, იმიტომ რომ ნებაა ესეთი. ღვთის ნება, ქრისტეს ნება, როგორც ზეღმერთის. ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია. გონივრულია. რომ ბრძნულია. 2-4-4-ია. რომ თითოეული ჩვენთანგანის ცხოვრების საზრისი ერთადერთი, არა ერთ-ერთი, არამედ ერთადერთი იყოს ქრისტე. იმიტომ რომ მისით არსებობს ყველაფერი ჩვენში და ჩვენს გარეთ. აქედან გამომდინარე და რა თქმა უნდა ყველაფერი მას უკავშირდება. ჩემი სხეული, ჩემი არსება, ჩემი სული, ჩემი პიროვნება, ჩემში არსებული ელემენტარული ნაწილაკები, ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ, რასაც არ უნდა იქნოდეთ ყველაფერს ღვთის სადიდებლად იქნოდეთ, პავლე მოციქული ამბობს, ყველაფერი ქრისტეს უკავშირდება. რადგან ცხოვრების არსი, საზრისი არის ქრისტე. ამიტომ უმთავრესი საქმე, იმიტომ რომ მე არა ვარ პასიური, მე პატარა ღმერთი ვარ, მე მადლით ღმერთობისათვის ავარ შექმნილი, ამიტომ მე აუცილებლად მაქვს საქმე. არ არსებობს ადამიანის საქმის გარეშე. ადამიანის საქმის გარეშე ადამიანი არ არის. მე მაქვს საქმე. უმთავრესი საქმე, რადგან ცხოვრების არსი და მიზანი ქრისტეა, მაშინ უმთავრესი საქმე ჩემი არის მასთან ურთიერთობა და ძიება. ანუ მარიამობა. მართა და მარიამი. მართა სიკეთეს აკეთებს, მაგრამ მარიამის საქმე უმთავრესია. თუმცა მამები გვასწავლიან, სანამ მარიამი გახდები, ჯერ მართობის გზა უნდა გაიარო. ვისაც მართობის გზა არ გაურია და უცებ მარიამობას ინდომებს, ის გათიშულია. არაფრის თავი არ აქვს. ეს არის სიზარმაცე, უსაქმურობა გაფორმებული ჭრეტელობითა და უქმობით. ვითომ უქმობს, მაგრამ უსაქმურია. ვითომ ესე იგი ღვთის წინაშე გარინდებულია და ღმერთთან არის სინამდვილეში და მჭრეტელობაშია და სინამდვილეში ზარმაცია. ვითომ ესე იგი მთელი გული და არსებით ღმერთთან არის და სინამდვილეში კიდე არაფერს თავი არ აქვს და
ენერგია არ არის მასში და გადაწყვეტილება არ არის და თავისუფლება არ არის, მკვდარია. ამიტომ მართობის გზა ყველას გასავლელი გვაქვს. მაგრამ მერე მარიამობა იწყება. მარიამობა არის ყველაზე მთავარი საქმე ადამიანისა. იყო ღმერთთან. მაგრამ მარიამობა არ არის ბოლო წერტილი. მარიამობას მოყვება უფლის გვერდით ჯდომა. არა ფერხთით, არამედ გვერდით. და უფალმა თვითონ თქვა, სადაც მე ვარ, მინდა რომ თქვენც იქ იყოთ. და უფალი ტახტზე ზის, მარიამი დაბლა ფერხთით ზის. უფალს უნდა რომ შენ მასთან იყო. ამიტომ ძმას და მეგობარს გიწოდებს. აი ეს არის ჩვენი ყველაზე მთავარი საქმე. ესე იგი, რადგან იმის გამო რომ ცხოვრების არსი და მიზანი ქრისტეა, ამიტომ უმთავრესი საქმე მასთან, ანუ ქრისტესთან ურთიერთობის ძიება. და აქედან მივადექით ყველაზე მთავარ პრობლემას ადამიანოს. მე ეს ბევრჯერ მithქვას, მაგრამ კიდე ვიმეორებ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ბევრჯერ მithქვას, თქვენ მოდიხარ და თქვენ მოგაქვთ თქვენი უმთავრესი ბჭყალებში პრობლემები მოძღვართან. თქვენი უმთავრესი პრობლემები. ვაიასე, ვუიეს, არა, განაპრობლემ პრობლემაზე არ უნდა ვისაუბროთ, მე შეიძლება მქონდეს ადამიანური პრობლემა და თქვენ გითხრათ, როგორც ჩემს ახლობლებს, ეს ამაში კი არ არის საქმე. სხვა რამეშია საქმე. თქვენ ეს ადამიანური პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, მოგაქვთ როგორც უმთავრესი პრობლემა თქვენი ცხოვრების. და მოგაქვთ მაშინ, როცა თქვენ ახსარებაზე მოდიხართ, როცა თქვენ უნდა განიწმინდოთ ღვთის წინაშე. მოგაქვთ თქვენ როგორც უმთავრესი ტკივილი თქვენი ცხოვრების. აი ეს არ არის სწორედ, თორე ტკივილისა და პრობლემების მეტი რა გვაქვს ამ ქვეყნიურათაც. და ჩვენ უნდა ნუგეშივცეთ, ვიტიროთ ერთმანეთის სატირალი და ვიხაროთ ერთმანეთის სიხარულით, მაგრამ ეს არ არის უმთავრესი, ეს უნდა გვახსოვდეს, როცა თქვენ მოგაქვთ როგორც უმთავრესი. მაშინ მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი უმთავრესი პრობლემა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი საქმე ქრისტესთან ურთიერთობის ძიება, უმთავრესი მიზნიდან გამომდინარე, რომელიც არის კვლავ ქრისტე, ამიტომ უმთავრესი ადამიანური პრობლემა, ეს არის ქრისტესთან ურთიერთობის პრობლემა. ან პრობლემა, ან სულაც შეუძლებლობა. მრავალი ჩვენთაგანი შეიძლება უკვე მიხვედრილია, რომ ჩვენ არათუ გვეძნელება ქრისტესთან ცოცხალი ურთიერთობა. არამედ ჩვენთვის შეუძლებელი გახდა ქრისტესთან ცოცხალი ურთიერთობა. და ამის ერთ-ერთი მიზეზი და ამას უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ შეუძლებელია. ამის მიხვედრა იოლი არ არის. იმისათვის რომ მიხვდე, რომ შეუძლებელია შენთვის ქრისტესთან ურთიერთობა, არ არის საკმარისი. შენ რო გწამს, შენ რო გამოცხადებები გქონდა, შენ რო ღმერთმა წყალობა მოგცა, რომ ერთი ღერით არ დავადებაო და ერთი ღერით კი არა, შენ სულ მოკლედ და მოდიხარ და აფიშირებას მე ისე ღმერთს უყვარვა. და ამიტომ ეს არ არის საკმარისი ღმერთთან ურთიერთობისათვის. ეს ღმერთის საკეთებელია და ღმერთი აკეთებს თავის საკეთებას. შენ უნდა მიხვდე, რომ შენ რომ მოინდომებ მასთან პიროვნულ ურთიერთობას და მის ძიებას და აი მარიამივით მის ფერხთით ჯდომას, ამას უნდა მიხვდე, რომ ეს ჩვენთვის ძალიან ძნელი, ან სულაც როგორც გითხარით შეუძლებელია, ოღონ ამას რომ მიხვდე, იცით რამდენი გზა უნდა გაიაროთ? ძალიან ბევრი უნდა ვიაროთ სულიერ ცხოვრებაში, რომ შეიძლება წლები და ათეული წლები, 5, 10, 15, 20 და შეიძლება ადამიანი ერთ დღეშიც მიხვდეს. გააჩნია, როგორ აენთება უცებ, როგორი გულმხურვალებით იქნება. და ამას რომ მიხვდები, რომ შეუძლებელია. და განაეს არ წერია წმინდა წერილში. შეუძლებელია კაცთაგან უფალი ამბობს. შეუძლებელია. და ამას რომ შენ ტყავზე გამოცდი. მე მიხვდები, რომ შენი მთავარი პრობლემა ესა. და რატომ? იმიტომ რომ შენახებია შენს გულზე უფალი. და შენ თეორიულად კი არა, შენი გამოცდილებით იცი, რომ ეს რა ბედნიერებაა. რომ სიცოცხლე სწორედ ეს არის, როცა შენი გული ღმერთთან არის და ყველაფერი დანარჩენი ნაგავია, როგორც პავლე მოციქული ამბობს. ხო და როდესაც აი საოცარი ბედნიერება და კეთილსურნელება და ფუფუნება და კომფორტი განვიცადე, აღარ მინდა ნაგვის ურნაში ჯდომა, იმ აკოთებულში. არა და იგუზივარ და ვერ გამოვდივარ და აი პრობლემა. წარმოგიდგენთ ადამიანი ნაგვის ურნაში იჯდეს და იქ ნაგავში რომელი საჭვლის ნარჩენი ჯობია, ამაზე მელაპარაკებოდეს, როცა გამოცდილი უნდა კონდეს ის საოცრება და პრობლემა ის უნდა იყოს, რომ აი მე ამ ნაგვიდან ვერ ამოვდივარ, ღმერთო მიშვენ. მაგრამ ერთ-ერთი რა თქმა უნდა, რაც ამ საქმეში გვეხმარება ამ ურთიერთობაში, ეს არის ურთიერთობიდან გამომდინარე, ეს არის ლოცვა. ლოცვაზე ჩვენ ბევრ საუბრობთ და კიდევ ერთხელ შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ
ლოცვა ჩვენ როცა როგორც ლოცულობთ, უკეთეს შემთხვევაში ეს არის ხოლმე მონოლოგი. ხშირად მithქვავს ეს სიტყვა. იმიტომ რომ მონოლოგი უკეთეს შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს მონოლოგიც არ არის. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად რას უკითხულობთ? აზე არა ვართ. არ ვიცით რას ვკითხულობთ. არ გულისხმობ იმ მდგომარეობას, როცა ადამიანს გონება დაბინდული აქვს და წაიკითხავს და ვერ მიხვდა დილის საღამო, დილის ლოცვა წაიკითხა თუ საღამოს. ესეც ხო გამოგიცდია? გეღიმება. ხო, ეგრეა. ამას არ გულისხმობ, ნუ კარგი, ეხლა ეს ყველას დაგმართია და მეც დამართია, თქვენ რა გონია? ვა, სადა ვარ? რა საოცრებ. ამას არ გულისხმობ, მე სხვა რამეს გულისხმობ, უფრო უარეს. აი რო კითხულობ და არ იცი ეს რას ნიშნავს? გრამატიკულად კი არ გულისხმობ რას ნიშნავს. არა. რო მეკითხები ხომ რა წერია მამაო ლოცვებში და მრე ვეყავ მას. მრე რა არის? მოვერიე მას, არა თქმენო ბოროტს რომ მოვერიე მას. ამ გრამატიკულ რაღაც ნიუანსებსაც არ გულისხმობ. მე სხვა რამეს გულისხმობ, აი მაგალითად რო წერია რომ ღმერთო გამწმინდე მე ცოდული რამე თუ არა მიქმნიეს კეთილით წინაშე შენსაო, აი ეს რას ნიშნავს? როცა აზრი არ გესმის. ეს არის სერიოზული პრობლემა. მაგრამ როცა შენ გაიგებ აზრს, როცა მიხვდები რომ რას ეუბნებოდნენ წმინდანები, ეს წმინდანების გულიდან ამოხეთქილი ლოცვებია, რას ეუბნებოდნენ წმინდანები ღმერთს, როცა ამას გაიგებ, როცა ეს შენ გულსაც დაიკავებს და გაგითბობს, აი ეს არის მონოლოგი. მონოლოგი ეს არის. გავიგე უბრალოდ, აი გავიგე. მაგრამ ეს ხო ლოცვა არ არის. მონოლოგია გაიგე, მე რა რო გაიგე. ნუ აგერ ათეისტის გაიგებს, ხო, ეს ამას ნიშნავს, ხედავ? ჩვენ გვითხვია, რომ ლოცვა იწყება, როდესაც ადამიანი აი ამ მონოლოგიდან, ამ მონოლოგს გადააქცევს დიალოგად. და დიალოგი რა არის? ამოკითხული სიტყვების საკუთარ სავედრებელად გადაქცევა. და აი ამ სავედრებელის ღვთისათვის თქმა და ამით ცოცხალ ღმერთთან ცოცხალი პიროვნული ურთიერთობა. ლოცვის საფეხურები ხშირად გითხოვს. პირველი საფეხური სიტყვიერი ლოცვა, მეორე საფეხური გონების ლოცვა, რომელიც გარდამავალი პერიოდია, მესამე გულის ლოცვა, რომელიც ქმედითი ლოცვის ბოლო საფეხურია და აი ამის მერე იწყება მჭრეტელობითი ლოცვები, რომელიც უკვე არანაირ კანონებს აღარ ემორჩილება. ეს უკვე მადლის სხვა მდგომარეობა. ანუ პირველი სამი საფეხური არის ჩვენი საკეთებელი. და პირველი საფეხური ამ სამი საფეხურიდან ეს არის სიტყვიერი ლოცვა, რომელიც არის იწყება მხოლოდ მაშინ, როცა შენ დიალოგის რეჟიმში გადადიხარ. ანუ როცა ყოველი სიტყვა უკვე დიდი ხანი გააზრებული, განცდილი, როცა პირად სავედრებელად მიგა ღმერთის წინაშე. სამწუხაროდ ჩვენი ეკლესიის მრევლის 99% და სამწუხაროდ სასულიერო პირების ძალიან დიდი ნაწილი ჯერ პირველ საფეხურზეც არ ვართ. ანუ იმ საფეხურზე, როდესაც გადასული ხარ დიალოგის რეჟიმში, როცა თითეული სიტყვა შენი მწველი მოთხოვნილება, რომ ღმერთს ეს უთხრა. შენი სავედრებელი, აი ეს არის საშინელი პრობლემა და აი ამას ევედრები ღმერთს. ესია ყოველი სიტყვა და ესე არ არის სამწუხაროდ. ამიტომ ჩვენ პირველ საფეხურზეც არ ვდგავართ. და რაც კიდე უბედურებაა, აი მონოლოგის რეჟიმშიც არ ვარ. ხო და აბა რაზეა საერთოდ ლაპარაკი? აბა მაშინ რომელ წარმატებაზეა სულიერ ცხოვრებაში ლაპარაკი? არაფერ შეუძლებელია რაიმეს საუბარი. და ამას განსაკუთრებულად კიდე ის ამძიმებს, რომ ისევ ჩვენი ეკლესიის მრევლის უდიდესმა უმრავლესობამ ჩვენის ჩათვლით. თქვენის არა, ჩვენის ჩათვლით. ეს არ იცის. ეს ელემენტარული ჭეშმარიტება. ახლა მე რამე ვთქვი ისეთი, ეს რა ყოფილა. ჩვეულებრივი ლოგიკურად გასაგები. აი ეს ორჯერ ორი 4 რო არის, არ ვიცით. რა გვეშველება, გეკითხები. და იცით ამის კომპენსაცია რით იკეთება? ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედი ქვეყანა ვართ. კი, მე მწამს. ჩვენში ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა. კი, მე მწამს. ჩვენშია უფლის კვართი. დარწმუნებული ვარ. ჩვენ ძალიან დიდი წინაპრები ყავდა. აბა რა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ჩვენ საოცარი ღირსებები გქონდა ღვთის წინაშე და გმირობები. კი, როგორ არა, აი ყველაფერი ეგრეა. და რა, შენ და მე რას წარმოვადგენ, შენ გათქვით თორე.
ეს ყველაფერი კი ჩვენ რა ვართ, აი მე და შენ რა ვარ. და აი ამ ურთიერთობისათვის, რასაც ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა ქვია, ადამიანს იცით რა უშლის ხელს? მკვდარი, ნომინალური, ან თუნდაც ინტელექტუალური რწმენა. მკვდარი, ნომინალური, ინტელექტუალური რწმენა. ადამიანს ცოცხალი სარწმუნოება სჭირდება, ცოცხალი. მე მინდა ერთი მამო გიკითხოთ, ხანდახან ეს ხო მithვია რაღაც ჩავჯღაბნი ხოლმე, რომელსაც მე აღარ რევიზიას აღარ უკეთებ, უცებ რაღაცა რომ განცდა მოვა და იმ განცდა დაფიქსირებული მაქვს და მეცდები ხო მე არ მიყვარს კითხვა ესე, ჯობია პირდაპირ საუბარი, მაგრამ ესეთ განცდებს მე აღარ ვცვლი. ამასთან დაკავშირებით მომივიდა ესე და მკვდარი რწმენა, რომელიც მკვდარი სქემებით ცოცხალი ადამიანის, ანუ ღვთის ხატის, ცოცხალ ადამიანში ღვთის ხატს გულისხმობს. არა ბიოლოგიურად ცოცხალს, არამედ ღვთის ხატი. ამიტომა ის ცოცხალი ადამიანური გაგებით, თორე ცხოველური გაგებით ყველა ცოცხალი ვარ. მკვდარი რწმენა, რომელიც მკვდარი სქემებით ცოცხალი ადამიანის მკაცრი ჩარჩოებით შეზღუდვას ანხორციელებს, რაც ხდებოდა ძველი აღთქმის ეკლესიაში და ხდება სამწუხაროდ ჩვენთან. ანუ როცა ცოცხალ ადამიანს ასე მკაცრი ჩარჩოებით ზღუდავ. ესეთი მკვდარი სქემები და ესეთი მკვდარი რწმენა არ იძლევა შესაძლებლობას თავისუფლებისათვის, რომლის გარეშეც ქრისტიანობა უბრალოდ არ არსებობს. ადამიანის როგორც ღვთის ხატის შემოქმედებითი განვითარებისათვის, ანუ ამ შემოქმედების გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს. როგორც სულიერი ისე მიწიერი სიხარულისათვის. ქრისტიანობა სიხარულის გარეშე არ არსებობს. როგორც სულიერი ისე მიწიერი. ძალიან აქაც ამ რეალშიც ყვანან ესეთები და მე მინახავ სხვაგანაც ადამიანი როგორ არის დადრგუნული რელიგიური ცხოვრებით. თვალებში ჯოჯოხეთი რო აქვს. სასოწარკვეთილებაშია, არა ერთ-ერთზე რო ნანობს ღვთის წინაშე საკუთარ თავს რო ჯოჯოხეთში ამყოფებს მიზანმიმართულად. იმიტომ რომ იქიდან შესთხოვოს ღმერთს, ესე იგი, შემიწყალე. ეს სხვა მდგომარეობა, არამედ სულ ესე მდგომარეობაში როა და იხჩობა ადამიანი, სიხარულის ნასახი აღარ აქვს. და თან ვერ გაუჩევია მიწიერი და რომ მიწიერის სიხარულიც გეკუთვნის შენ ადამიანს. როგორ უნდა იცოდე რა საზომით გეკუთვნის. რა საზომით გეკუთვნის სიხარული მაგალითად ერისკაცს, რა საზომით გეკუთვნის სიხარული დაქორწინებულს, რა საზომით სიხარული გეკუთვნის დაუქორწინებელს, რა საზომით ბერს. აი მაგალითად ახალგაზრდა კაცმა როგორც ერთი თანამედროვე მოზღვარა თქვა, შეიძლება დაუქორწინებელმა ხას უსვავ. შეიძლება ახალგაზრდა გოგონა მოეწონოს და სადღაც რაღაც იმასთან ვალსი იცეკოს. ამაში ცოდვა არ არის. ეს ნორმალურია. რომანტიკული სიყვარულის დასაწყისია, ხო? რაღაცნა. აბა ხა ბერმა იცეკოს ვალსი. თუნდაც მე ვიცეკოს აბა. იმისთვის შეიძლება ჩემთვის არ შეიძლება. ბერისთვის კიდე ბევრი რამე არ შეიძლება. მაგრამ არის რაღაცა, რომელიც შეიძლება უფალი შემწვარ ხორცს და პურს ახვედრებს. და რო შიათ მოციქულებს თეოლოგიური საუბრების წინ საჭმელს. და აი ჩვენ გვავიწყდება რომ ადამიანი თავისუფალი არსებაა და ხორციც სიხარულისათვის მოგვეცა, სულიც სიხარულისათვის მოგვეცა და პავლე მოციქული გვეუბნება მარადის გიხაროდენო. არც ის არის შემთხვევითი წმინდა ზიარება რომ ღვინოს უკავშირდება. ამიტომ მე იმის გამიდა რომ სადაც მკვდარი ჩარჩოები და სქემებია, კატასტროფული მდგომარეობები იწყება ხოლმე. ეხლა მე შემიძლია ეს ძალიან განვავრცო, ძალიან დავაკონკრეტო, მაგალითები მოვიყვანო საშინელი, რასაც ჩვენ ჩავდივართ ხანდახან ჩვენი მიზეზით, სასულიერო პირებს გულისხმობ, ადამიანებს ვაზომბირებ. ქრისტიანობა არ არის ტოტალიტარული სექტა. ეს თავისუფლების საოცარი გარანტია. მე უბრალოდ არ მინდა მაგალითები მოვიყვანო, იმიტომ რომ შეიძლება ზოგიერთმა სასულიერო პირმა მოისმინოს, შეიძლება ზოგიერთმა სხვა მრევლის წევრმა მომისმინოს და გული დაწყდეს თავის მოძღვარზე იგულისხმაო რაღაცა შეიძლება ესე იფი 1000 რამე შეიძლება არ მინდა, მაგრამ ზოგადად ვამბობ, მე არა ვარ თავად თავისუფალი ამ უბედურებისგან. რასაც ფარისეულური სული ქვია, ჩარჩოები, რეგლამენტირება, აბა და გახჩობს, ბიჭო, რას მახჩობ? როცა ქრისტე თავისუფლებას მანიჭებს. გასაგებია თავისუფლება დიდი პასუხისგებლობა, აბა როგორ? ძალიან დიდი.
და არის ჟამი ხორცის ჭამისა, მაგრამ მას წინ უძღვის ჟამი რძისმისა, ესეც ვიცი, მაგრამ თავისუფლების გარეშე არ არსებობს ქრისტიანობა. და თავისუფლებაში სიხარულია პასუხისგებლობასთან და ტკივილთან და განსასწრებთან ერთად, სიხარულია სულიერი, სიხარულია ხორციელი. მკვდარი და სქემატური რწმენა ყველა სათნოებას ამახინჯებს, რადგან მათ ართმევს ყველაზე მთავარს. სათნოება ვიგულისხმებ. ლოცვა სათნოებაა, სინანული სათნოებაა, ზიარება სათნოებაა, უამრავი სათნოება არსებობს, ხო? თუ ადამიანს მკვდარი, სქემატური რწმენა აქვს, ეს სათნოებები მახინჯდება. იმიტომ რომ მთავარს ართმევს და ეს მთავარი ქრისტოცენტრულობაა. რას ნიშნავს ქრისტოცენტრულობა? როცა ყველაფრის წარმმართველი, ყველაფერში, მათ შორის სათნოებაში ქრისტეა, რომელიც არის აბსოლუტური თავისუფლება, რომელიც შენს გულშია დავანებული. და როცა შენ ქრისტოცენტრული აღარ ხარ, შენში თავისუფლება აღარ არის და რჩება სათნოებები გაკერპებული, იქ ყველაფერი კვდება. და მაგალითად მოყავს სინანულის მაგალითი. რა არის სინანული? სულ მიწევს პირად საუბრებში თქვენთან ამაზე ლაპარაკი. ეს არის მუდმივი მეტამორფოზა. ანუ მუდმივი ცვლილება, მუდმივი მეტამორფოზა ვისკენ? ვისკენ მეტამორფოზა? ქრისტესკენ. აი როცა ადამიანი ნანობს რაღაცას და დადგმულია თავისი უკეთურობებით, რომელიც ჩვენში ძალიან ბევრია, ჩვენ უკეთურობის ერთი გორგალი ვართ, გან არა ვართ. მაგრამ როდესაც ადამიანი ამას განიცდის და საშინ ქრისტეს გამოხდება, უნდა ხდებოდეს ეს. შენ ამას განიცდი არა იმით, რომ აქ გაისრისო, გაიჭყლიტო, არამედ მეტამორფოზა განიცადო და მიმართულებით ქრისტესკენ. და როცა ეს ამას ნიშნავს ნამდვილი სინანული. და ამიტომ არის რომ ცოდვებზე მგლოვარებასთან ერთად ნამდვილი სინანული დიდი სიხარულის მომნიჭებელია. 9 ნეტარებაში ხო გახსოვთ, ნეტარი ყან მგლოვარენი და აქედან გამომდინარე მგლოვარება თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულება, როგორ შეიძლება რომ ხედავდე რომ შენ ღმერთთან ყოფნის უუნარო ხარ ღმერთთან ყოფნაში, რაც წეგან გითხარით თავში. არ შეგიძლია ღმერთთან ყოფნა და ეს არ იყოს მიზეზი, რომ გლოვობდე ქრისტე მინდა და ვერავარ და ვგლოვობ ვტირი. ეს გლოვარება მიმართულია ქრისტესკენ. ქრისტე კიდე სად არის? შორს არის. ყოველი ადამიანის გულთან მდგავარ და ვრეკ ეგების ვიღაცა მისმინოს. ეს ნიშნავს როგორც კი უძღებიშვილები ვართ, როგორც კი უძღებიშვილის მდგომარეობაში, აი წავედი მამისკენ და მამა მორბის და ჩამეხუტა და გესმით რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა შვილი, რომელსაც მამა ჩაიკრავდა. ამიტომ გლოვარებას ყოველთვის ახლავს დიდი სიხარული. ნეტარებაო, ნეტარი იყვნენ, ბედნიერნი იყვნენ, ანუ ბედნიერი ხდება. ხოლო საკუთარ დაცემულ ბუნებასთან ჭიდილი ქრისტეს გარეშე ეს არის საშინლად დამანგრეველი ადამიანისათვის. და აი ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, როდესაც ადამიანში არ არის ეს ქრისტოცენტრულობა, არის სათნოება სინანულისა და ის ხდება გამღუპელი ადამიანისათვის. იმის გამო რომ ქრისტე არ არის. აი ეკლესიაზე როცა ჩვენ საუბრობთ, ეკლესია სწორედ იმიტომ არის საჭირო, რომ უბრალოდ არა იმისათვის, რომ თავისი 2000 წლოვანი რელიგიური გამოცდილება მოგვცეს. რელიგიური, მათ შორის საღვთისმეტყველო და ასევე ასკეტური. ანუ ეკლესია იმიტომ არ არის საჭირო, რომ თავის დიდ გამოცდილებას გვაძლევდეს საღვთისმეტყველო და ასკეტური თვალსაზრისით. არამედ ეკლესია მნიშვნელოვანია იმგვარი მისტიკით, რომლის მსგავს სამყარო არ იცნობს. მისტიკით, ანუ რა? ეკლესია არის შესაძლებლობა, რითაც იგი გვაკავშირებს ჩვენ მიღმიერ სამყაროს, ანუ ღმერთს. აი ამისთვის არის ეკლესია და ეს არის ის მისტიკა, რომლის მსგავს პირდაპირ ღმერთთან კავშირს განახორციელებს. ეს არის ის მისტიკა, რომლის მსგავს სამყარო არ იცნობს და სამწუხაროდ აი ამ მისტიურ მხარეს ეკლესიისას, რომელიც არის ღმერთთან კავშირი, გამოცდილებით, თეორიულად რაღაცები ვიცით, გამოცდილებით არ იცნობს მორწმუნე საზოგადოებაც, ქრისტიანები არ ვიცნობ.
ანუ აი ქართველები რომ ამბობენ არ დაგვავიწოს ვისი გორისანი ხართო. ჩვენ ქრისტიანებს გვავიწყდება ვისი გორისანი ვართ. რომ ქრისტესნი ვართ და ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია. და ეს ადამიანები ეს რომ არ იციან, ანუ ეს უცნობელობა არის მიზეზი. შეიძლება შედეგიც კი იყოს ეს, რომ ქრისტიანები ეკლესიოლოგიურად ქრისტიანებს ეკლესიოლოგიურად გაუმართავი ცნობიერება გვაქვს. ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ ეკლესია რა არის, მათ შორის აქ არა მარტო ებრაელის ადამიანები შედიან, არამედ სასულიერო პირებიც შევდივართ. და ეკლესიის ავკარგიანობას, აი ჩვენ ვართ ეკლესიაში, ხო? ჩვენ ეკლესიის ავკარგიანობა რაღაცა კუთხით შეიძლება ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ თლიანობაში, ხო, გლობალურად ეკლესიის ავკარგიანობაზე საუბარი არის აბსურდი. იმიტომ რომ ჩვენ ეკლესიის ავკარგიანობას რომ ვაფასებთ და ვიწყებთ საუბარს, ჩვენ გავიწყდება მთავარი, რაც არის ეკლესიაში მთავარი, არა ის საღვთისმეტყველო სკოლა და ასკეტური, რომელიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მთავარი არ არის. მთავარი არის ის, რომ მას მისტიკური კავშირი აქვს ღმერთთან და ჩვენ გვაძლევს ამის, ანუ ეკლესიური მისტიკა, ღმერთთან ერთობა, ღმერთთან კავშირი, ამისთვის არის ეკლესია. ღვთისმეტყველებას, ასკეტიკას ამ ყოველივეს მსახურია. და როდესაც ეკლესიოლოგიურად გაუმართავი ცნობიერება გვაქვს, ჩვენ ვიწყებთ ეკლესიის ავკარგიანობის განხილვას, შემოწმებას და რითი? სამართლიანობის, ან გარეგანი მოწესრიგებულობის, ან სოციალური აქტიურობის ხარისხით. სამართლიანობა, გარეგანი მოწესრიგებულობა და სოციალური აქტიურობა. სხვათაშორის, აი ამ სამივე მუხში სერიოზულად მოიკოჭლებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. მოიკოჭლებს კი არა, მე არ ვიცი, საერთოდ რა დღეში ვარ. და ეს ხდება მიზეზი არა მარტო ლიბერალური საზოგადოებისა, არამედ მრევლის წევრებისა, სემინარი აკადემიის სტუდენტებისა, ხშირად სასულიერო პირების იმ მდგომარეობისა, ამ მდგომარეობის დროსაც ისინი იწყებენ ეკლესიის წინააღმდეგ არაჯანსაღ ბრძოლას. ეკლესიაში ბევრი პრობლემაა. ერთ-ერთი, რომელიც პირს არ აჩერებს ხოლმე ამ პრობლემებზე, მე ვარ. ერთ-ერთი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი თუ ეკლესიოლოგიურად სწორედ ხედვით არ გაკეთდა, ეკლესიის მტრად ჩამოყალიბებდი, ანუ ართმევ საკუთარ თავს შესაძლებლობას ღმერთთან ცოცხალი მისტიური კავშირის. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ეკლესია კარგია და ცუდი იმის მიხედვით კი არა, კიდე ხას უსვავ. რამდენად სამართლიანი და უსამართლობაში ყველაფერი, რამდენად სოციალური, ესე იგი მსახურებას აქტიურად ეწევა, რამდენად მოწესრიგებულია. ეს ყველაფერი მეასეხარისხოვანი თემებია. ყოველთვის განაცუდია ესა და კარგი არ იქნება რომ ყველაფერი იყოს. მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანია, მეასეხარისხოვანია. ჩვენ ადამიანები ეკლესიაში ქრისტეს სხეულის, მისტიური სხეულის ნაწილნი ხვდებით. თითოეული ჩვენთაგანი ქრისტეს სხეულის გაგრძელება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პოტენციაში ქრისტესთან ერთად ღმერთთან ვიმყოფებით, იმიტომ რომ ქრისტეს სხეული ადამიანური მოცულია ძეღმერთის ღვთაებრივი პიროვნების მიერ. სხეული, ანუ ჩვენ ვიმყოფებით ძეღმერთის ღვთაებრივი პიროვნებაში, მოცულნი ვართ მისი. გარდა ამისა, თითოეულ ჩვენთაგანთან ინდივიდუალურად მოსულია სული წმინდა ღმერთი, რომლის მადლის მოხვეჭაც არის ერთ-ერთი მიზანი ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების. და აი ამ ქრისტეს მისტიურ სხეულში თქვენი პიროვნება მარტო კი არ არის, სული წმინდა ღმერთია თქვენს გვერდით და თქვენ სხონებაში თანამონაწილეა და თანამშრომელია და შენ ასევე ღვთაებრივ გეგმაში რომ შენ ცხონდე თანამონაწილე და თანამშრომელი ხარ. აი ეს რასაც ქვია, რა ქვია, სინერგია, შენი და ღვთაებრივი ნების თანხვედრა და ეს განხორციელებულია. და თან ეს ისე ხდება, რომ შენი პიროვნული არჩევანის თავისუფლება აბსოლუტურად გარანტირებულია. და აი ეს არის მთავარი არსი ეკლესიის. ამიტომ როცა ადამიანი ეკლესიაზე საუბრობს, პირველ რიგში მას უნდა კონდეს ეს გამოცდილების გარეშე არ მოვა, რომ აი მე ბევრ რამეს ამბობენ, კი და რაღაცები არც მე არ მომწონს, მაგრამ ეკლესიაში მთავარი ეს არ არის. ეკლესიაში მთავარი ცით რა არის? მე ღმერთთან შეხვედრა რომ მინდა და რომ წვალობ, თუნდაც ღამეები ვათენო და რა არ გამომდის. არ მოტყვილდეთ ემოციური ამოფრქვევები ღმერთთან შეხვედრას არ ნიშნავს.
ღმერთთან შეხვედრას სხვა ნიშნები აქვს. ემოციური ამოფრქვევები არ ახასიათებს. ან ეს შეიძლება მეასახარისხოვანი იყოს. ან ხელი შემშლელი იყოს. ეგ სხვა თემა, ამას არ შევეხები. მაგრამ აი მართლა რომ ვიცი რაც არის და არ გამომდის, სწავლობ ან საცოდავად გამოდის და მოვედი, დავდექი ერთად. ვეზიარე და რამდენი ვიწვალე და არ გამოვიდა და ერთად დავდექით აქ და ისეთი ჩაღმევებაც არ მქონა ახლა აქ და სადღამე რო ადგები, ხო იქ უფრო მეტად კონცენტრირებული ხარ, აქ ისე ვეზიარე გამოვიდა და ისი როგორ გამოვიდა, გამყვადა, რომ დავჯექი ისევ, მეორე ღამეს მომეხმარა. ესე იგი, მე დიდი ხანი არ ვეზიარე ისევ ესე იგი ხშირად უნდა და დაიწყო ჩემი გამოცდილებით სიარული აი ამ საოცარ საუფლოში. როდესაც მე ვხედავ, რომ მოვდივარ და ღმერთს ხვდები. ხვდები ჩემგან მოულოდნელად. მეხმარება საოცრად. და ჩემთვის ისეთი ძვირფასი ხდება ეკლესია. და დანარჩენი არაფერს არ ნიშნავს. ვიღაცა ღვთელი ყირაზე დადგა იქ, ვიღაცა იმ რაღაცა გააკეთა. ერთადერთი რაც მინდა სიმყუდროვე მსახურებისას. რომ მქონდეს ერთი პირველი ის მოსასეული განცდა კრძალვისა და შიშისა, რომ ღმერთი ისეთი დიადია, რომ დავინახო, მოვკვდები, ვერ გაუძლებ. და ელია წინასწარმეტყველის ის სიფაქიზე, რომ სუსტ ჩქამში და წულილ ნიავში უფალი შევიცნო, სადაც ჭირდება აბსოლუტური გარინდება, არაფერი ხელს არ უნდა მიშლდეს. აი, ერთადერთი რაც არის საჭირო. სიმყუდროვე მსახურებისას. და ყველაფერი გეძლევა. ყველაფერი. ოღონ მანამდე თუ ნაწყვალები გაქვს. და თუ ნაწყვალები არა გაქვს ღმერთის ძიების საქმეში, აქ ვერ მიხვდები რა ეძებო. აქ მოხვალ არა იმისათვის, რომ ღმერთი იპოვა, არამედ იმისათვის, რომ ცხოვრება მოიწყო, ღმერთო შემეწიე რა, რომ დამეხმარე რა, ვეზიარები და შენ დამეხმარე თუ შეიძლება. და გავიწყდება, რომ აქ ამისთვის კი არ მოდიხარ იმისთვის, რომ მანამდე იწვალე, არ გამოვიდა და აი ეხლა ეგება და ეზიარე და გამოვიდა. თავარი. თქვენ უნდა ჯანსაღად ფიქრობდეთ ეკლესიაზე. და ჯანსაღი ნაწილი რო იქნებით ეკლესიისა, თქვენ იქნებით ყველაზე ძლიერი დამცველი ჩვენი დედა ეკლესიისა. არა ყვირილი და ხმაური, თუმცა თუ საჭიროა უნდა ხმაც ამოიღოთ უპირველეს ყოვლისა თქვენი მდგომარეობით. ჯანსაღი ნაწილი გახდებით ეკლესიის მისტიური სხეულისა. და ჯანსაღი ნაწილი გაამრავლებს სხვა ჯანსაღ უჯრედებს და ამით მოხდება გაჯანსაღება. ჩვენი დანგრეული ჭრილობებით ახსავსე და ამ სისხლისაგან დაცლილი ეკლესიის. რომელსაც ადრე გარეშე მტერი არ აკლებდა და ეხლა ჩვენ არ ვაკლებთ ამ ჭრილობების მოყენებას. და ეკლესიის სახით ჩვენ საოცარი განძი გაგვაჩნია. ყველაფერი სამყაროში, ასაც ვხედავთ, ეს საოცარი სილამაზე სამყაროსი, მშვენიერება, სიდიადე, ყოფიერება, მარადისობა, ადამიანი, ღმერთი, ანგელოზი, ყველაფერი ეს კონცენტრირებული სახით მოცემულია ეკლესიაში. და თუ ჩვენ უნდა ვიყოთ მადლიერნი ყოფიერებისა და სამყაროსი და ადამიანისა და ყველაფრისა, მით უმეტეს მისი კონცენტრატი მოგვეცა ეკლესიაში და როგორი მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ არა თუ ეკლესია არის, არამედ ჩვენ ამ ეკლესიის ცოცხალი ნაწილი ვართ. ღმერთმა მოგცეს ძალა მადლიერებისა, ნამდვილი სარწმუნოებისა და შესაბამისად სწორი ხედვისა და აქედან გამომდინარე სწორი ცხოვრებისა და აქედან გამომდინარე ნამდვილი სიხარულისა და ბედნიერებისა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.